სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნიტარის ილიამ მეორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. პატრიარქი დღეს უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო, რომელიც უწმინდესის დაბადებიდან 80 წლისა და აღსაყრდენიდან 35 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციაში უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები მონაწილეობენ, რომლებიც მოხსენებებს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით გააკეთებენ. კონფერენციის გახსნას პატრიარქთან ერთად აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწმინდესმა და უნიტარისმა ილიამ მეორემ პრეზენტაციის ბოლოს მართლმადიდებლებთან ერთად მუსლიმანი მოსახლეობა დაუცა. ჩვენო ძვირფასო სტუდენტ ერთის გადარჩენა იმდენად დიდია ფესვები ჩვენი წინაპრების, ჩვენი მშობლების დარიგების, რომ ვერავითარი გლობალიზაცია ვერ მოსვობს ჩვენს კულტურას, ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებას. მე მინდა დიდი პატივისცემით გავიხსენო და დავლოცო საქართველოში მცხოვრები მუსულმანები. უნივერსიტეტმა მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება მის უწმინდესობას და უნიტარესობას. დღეს იცით რომ გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით მემკვიდრეობა ფესტივალ მემკვიდრეობის ფარგლებში, რომელიც გახსნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და რომელიც ეძღვნება აფხაზეთის საკითხებს. კონფერენცია გაგრძელდება დღის ბოლომდე და მას შეღებულობს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მომხსენებლებიც, ესე რომ ძალიან საინტერესო არის.